გადაწყვეტილებას, მაგრამ სინამდვილეში 2 საკითხი 9 საკითხიდან ეხება ემიგრაციის მოწესრიგებას. პირდაპირ არის მითითებული, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა გაამკაცროს საზღვრებზე კონტროლი. უნდა გაამკაცროს სავიზო რეჟიმი, რომ საქართველოსდან ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ხვდება ევროკავშირის ტერიტორიაზე და ეს პრობლემებს იწვევს. აი ეს ყველაფერი ჩამოთვლილია იმ მოთხოვნებში, იმ წერილში, რომელიც 15 ივლისს გამოქვეყნდა. საქართველოს დროებით ადმინისტრაციას ვადა მიეცა 1 სექტემბრამდე, რომ წარმოადგინოს დასაბუთება და ახსნა განმარტები რაიმე პროგრესი აქ არის თუ არა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ამასობაში საქართველოს პარლამენტი არის შვებულებაში. ის დაიწყებს მუშაობას შემოდგომაზე, საშემოდგომო სესიაზე და შესაბამისად თუ ექნებოდა სურვილი, ის მანამდეც, რა თქმა უნდა, მანამდეც რიგარეშე სესიას მოიწევდა და მანამდეც ბევრი დრო ქონდა, უკვე წლები ქონდა საქართველოს დროების ადმინისტრაციას მიეღო ის კანონები, რომელსაც ჩვენ ევროპა მიგვითითებს და რომელიც ჩვენ გვთხოვს.